თვითონ კონკურსი, უამრავი კონკურსი არსებობს, ხო, ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში, მაგრამ ესეთი გამოცდილების მქონე კონკურსი, როგორც IWS-ია, 50 წლიანი გამოცდილება აქვს. ესეთი ნდობის ფაქტორი მოყვება, რომ ნებისმიერი ქვეყნის არა მხოლოდ საქართველოსი, რომელსაც ცნობადობაში ცოტა მაინც გვიჭირს და მაინც მხოლოდ ჯერ იქ ვართ გაჩერებულები, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა და კონკრეტულად ისეთი ღვინოები, და ისეთი მარნები, რომლებიც ძალიან გვიამაყება, შეიძლება უცხოელებისთვის ნაკლებად ცნობადი იყოს. აი ესეთი მარნებისთვის კი არა, თვითონ საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, რომელსაც უკვე თავისი სახელი აქვს დამკვიდრებული და თავისი ბაზარი აქვს, იმათვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმათვისაც ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ენაზე უფრო გასაგებად რომ თქვა, ღვინის დახზე არსებული ბოთლი, როდესაც უცხო ადამიანი მიდის და ხედავს, რომ IWS-ის არ აქვს მნიშვნელობა, რა სენჯის მედალიონი აქვს მიკრული, იმისთვის უკვე ნდობის ფაქტორია და გაყიდვაში ეხმარება მეღვინეს და ყიდვაში ეხმარება თვითონ მომხმარებელს. ესეთი ცნობადია თვითონ ევროპის და მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით ინგლისში. ეს ნიშანი რას გულისხმობთ? ის კომპანიები, რომლებიც ამ კონკურსში იღებენ მონაწილეობას, შემდეგ მათ შეუძლიათ რომ ეტიკეტზე გამოიყენონ ეს ნიშანი და ეს პატარა სტიკერებია, მრგვალი მედალის ფორმის, რომელსაც მე ეტიკეტზე აკრავ და მთლიან ქსელში სადაც გექნება რომ ეტიკეტზე დააკრას ეს ნიშანი. ამას გულისხმობ. ოქროს, ვერცხლს ამ ბრინჯაოს მედალს დაიმსახურებს ამ კონკურსში. რატომ ბათუმი? ბათუმში იმართება წელს ეს ღონისძიება, რამე მნიშვნელობის მატარებელი ხომ არ არის აჭარის შერჩევა ამ კონკურსში? რა თქმა უნდა, საქართველოში ხო ყველგან ვცდილობთ რომ ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გაუწიოთ და თვითონ ტურიზმის თვალსაზრისითაც უცხოელი სტუმრების კიდევ უფრო კარგად გაცნობისთვისაც დავიწყეთ კახეთიდან, მერე მივყევით გონდა ქართლი, ასევე ბოლნისის რეგიონი ვანახეთ შარშან, მოვატარეთ ბოლნისური მარნები, ასევე გვინდა გადავიყვანოთ დასავლეთში და შევარჩიეთ ბათუმის ლოკაცია, იმიტომ რომ იქაური მეღვინეებიც გავაცნოთ, ცოტა დასავლეთი ამ პოპულარიზაციის ამბავში გვეჩაგრება ხოლმე. იმიტომ რომ მთელი აქცენტი მაინც აღმოსავლეთზე და კახეთზეა ხოლმე და ვცდილობთ სრულიად საქართველოს მოვფინოთ ეს ვარსკვლავთა მთელი გუნდი, დასი, რაც ჩამოყავს. მარიამთან გადავალ მომდევნო კითხვით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მარიამ, რამდენად დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსში მონაწილეობას ქართული კომპანიებისთვის იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე დაიკავონ გარკვეული მოწინავე ადგილები და ამ უდიდესი კონკურენციის ფონზე მომხმარებელმა დაინახოს, რომ ეს არის ქართული ღვინო, რომელსაც აქვს ხარისხის ნიშანი. არის თორე ეს კონკურსი და ამ კონკურსში გამარჯვება ამის გარანტია? ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ღვინოს ყიდის, ეს არის რეიტინგი. ეს კონკურსი იძლევა რეიტინგს, რაც ქართულ მეღვინეებს დაეხმარებათ საკუთარი ღვინის რეალიზაციაში. ყველაზე კარგი და საინტერესო ის არის, რომ ის ფაქტი, რომ ეს კონკურსი საქართველოში ტარდება, ქართულ მცირე წარმატების მარნებს, რომელსაც დავუშვათ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხოეთში არსებულ კონკურსებზე გაგზავნოს ღვინოები, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ის რომ ეს კონკურსი ჩვენთან ტარდება, მცირე მარნებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა და ნაკლები ფინანსური ხარჯების საშუალებით მიიღონ საკუთარი ღვინის რეიტინგი და გაზარდონ საკუთარი ღვინის ცნობადობა. ამასთანავე ნახეთ, რას ნიშნავს ღვინის კონკურსში გამარჯვება. არა მარტო ამ კონკურსში, არამედ რამდენიმე ღვინის კონკურსის ჟიური ვარ მე თვითონაც. ფულში ჩამოსხმული ღვინო, ეს გახლავთ მეღვინის კრეატიულობის, ცოდნისა და შრომის რეზულტატი. და როდესაც ის იმარჯვებს კონკურსში, ეს არის მისთვის უფრო მეტი ასე ვთქვათ, мотиваცია და დაფასება. და ძალიან დიდი პატივია და ძალიან უხარიათ ხოლმე მეღვინეებს. პროფესიული ზრდისთვის ალბათ ძალიან დიდი ნაბიჯია. როგორ ხდება მონაწილეობის მიღება? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ შეძლოს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცედურა ძალიან მარტივია. ვებგვერდზე რეგისტრირდებიან, შემდეგ უკვე იცით რომ ეს კონკურსი ღვინის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით ტარდება. ნიმუშები მიაქვთ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ანუ პროცედურული სირთულეები
არანაირი არ აქვთ ქართულ მცირე მარნებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მცირე მარნებსაც შეუძლიათ და ძალიან მოხერხებულია ეს ყველაფერი მათთვის. შეფასების მთავარი კრიტერიუმები რა არის, როგორ ხდება გამარჯვებულების გამოვლენა? ისე როგორც ყველგან, ისე როგორც ყველა კონკურსზე. ზოგადად ღვინის სენსორული შეფასება, ეს გახლავთ ერთიანი სისტემა, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ფერი, არომატი, გემო, ტიპიურობა და სხვადასხვა ჰარმონია და სხვადასხვა პარამეტრებია, რითითაც ჩვენ დეგუსტატორები ვსარგებლობთ, რომ შევაფასოთ ღვინოები სენსორულად. ამას ქვია ღვინის სენსორული შეფასება. ვინ არიან ჟიურის წევრები წლევანდელ ძალიან მნიშვნელოვანი გუნდით არის უცხოური ჟიური წარმოდგენილი. ქართველი ჟიურის წევრი არ არის არც ერთი, ხო, ამ კონკურსში? მეც და ჯაფაც ჟიურის წევრები. კი ბატონო, ლევანი მეხუსლა. თქვენთან ერთად არიან უცხოელი ჟიურის წევრები, რომლებიც ჩამოდიან. ხო, ეს ადამიანები არიან ღვინის კონსულტანტები, ბაიერები, უფროსი სომელიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის. რატომ? ისინი რომ ჩამოდიან, არა მარტო ღვინოს აფასებენ და მიდიან, არამედ მათ ყოველთვის აქვთ ხოლმე ინტერესი, რომ თავიანთი ღვინის პორტფელიო გაზარდონ, შეიტანონ ახალი ღვინოები. გარკვეულწილად უცხოური ჟიურისთვის საქართველოს და ქართული ღვინის ასორტიმენტი ეს არის აღმოჩენა. ნახეთ, მეტნაკლებად კარგად იცნობენ საერთაშორისო სომელიები ევროპის ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის სენსორულ მახასიათებლებს. ხოლო რაც შეეხება ქართულს, მაგალითად ჩხავერი, ოჯალეში, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ეს მათთვის სიახლეა. ახალი გემო, ახალი არომატია, მთლიანად ახალი სენსორული მახასიათებლებია და ძალიან ინტერესით უდგებიან ხოლმე სენსორული შეფასების პროცესს და თუ რაიმე მოეწონათ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ამ ღვინოების ინტეგრაცია, ანუ ექსპორტირება მოახდინონ თავიანთ საქმიანობის არეალში. და ბევრი ესეთი შემთხვევა ქონია, რომ საერთაშორისო ჟიურის ხელშეწყობით მათ შეარჩიეს ღვინოები და ხელი შეუწყეს მერე ამ ღვინოების ექსპორტირება საქართველოს. თქვენთან გადმოვალ ისევ ბოლო კითხვით, ზოგადად რომელ ქართულ ღვინოს ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელი მოსწონთ, თქვათ, საერთაშორისო ბაზარზე, თუ შეგვიძლია ამაზეც რომ ვისაუბროთ, რომელი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით და რომელს აქვს შანსი, რომ დიდ კონკურენციაში გარკვეულწილად ღვინოს ეკითხებით თუ ბაზის ყურძნისჯიშზე ვილაპარაკოთ, ვიდრე რომელიმე კომპანიის, რომელიმე ღვინოს. არა, კომპანია არ მიგულისხმება, გულისხმობ თეთრი, ნახევრად კბილი, ნახევრად მშრალი, წითელი, ქვეყნების მიხედვით თუ არის ეს განსხვავებული და ასე შემდეგ. ყველაზე ესეთი ძლიერი და კონკურენტულარიანი ვაზის ჯიში რაც გვაქვს, ეს საფერავია და საფერავის შემდეგ უკვე მოდის რამდენიმე იშლება უკვე სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. ყველა კუთხეს აქვს ისეთი რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპისთვის შავკაპიტო წითელებზე თუ წავა საუბარი, ოჯალეში ძალიან მოსწონთ, ოღონდ მშრალ ღვინოებზე მაქვს აქ მშრალ კატეგორიაზე საუბარი. ასევე თუ ცოტა ჩtildeოეთ მხარეს გავარდა ამ პოსტოპსიციაში მაინც ნახევრად კბილი ღვინოები უფრო მოსწონთ და უფრო იმათი გემოვნური თვისებებისთვის ახლოს არის. სხვადასხვა რეგიონს შეიძლება სხვადასხვა ყურძნის ჯიში მოარგო და ღვთისწყალობით 550 ადგილობრივი ადგილწარმოშობის და ყურძნის ჯიშები გვაქვს და ყველა ბაზარს შეგვიძლია რაღაცა ჩვენი შევთავაზოთ. ანუ ისე არა გვაქვს, რომ მარტო ერთი ყურძნის ჯიში გქონდეს და იმაზე ავაწყოთ მთელი ინდუსტრია. როდის გაიმართება კონკურსი? კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს რომ ვუთხრათ და სულ რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება? გამარჯვებული რამდენი გამოვლინდება, იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი გვეყოლება. სტატისტიკას რომ მივყვეთ, პირველ კონკურსზე 16 ოქროს medali ჰქონდა, მეორე წელს უკვე 18 ოქრო და მესამე წელს უკვე 28 ოქრო და იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ წელს უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ დღითი დღე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი მეღვინეობა ვითარდება და მე ვიგულისხმე საპრიზო ადგილი რამდენია ზოგადად? ესე არის. შეზღუდული არ არის. არ არის შეზღუდული. არა, მათ მასეთი შეზღუდვა არ გვაქვს. ანუ ოქრო ვერცხლი და ბრინჯაოა. ეგ არის ქულები, ამ ქულების მიღების მიხედვით ხდება ამ
შეიძლება იყოს 557 იყო ჯამში მაგალითად შაშან და მასე ვერ განსაზღვიან. თავარია ღვინო იყოს ღირსეული და არავინ არ დაუკარგავს იმას იმის გამო რომ მოდი 3 ოქრო იყოს ან 6. მასე არ არის. მონაწილეთა რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე, აი მეოთხედ ტარდება, ხო? მე თქმა უნდა. მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ინტერესი გაიზარდა, ცნობადობა ქართველ მეღვინეებს შორის მაღალია ამ კონკურსის მიმართ და ჟიურის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ და ქალბატონი სარაც ძალიან დიდი გულშევატკივარია ქართული ღვინის. მან რეგიონების მიხედვით ჩარშენ მასტერკლასი ჩაატარა და პატარა შესავალი გაუკეთა უცხოელ მეღვინეებს საკმაოდ კარგად იცის. მახსოვს კიდევაც ესეთი ის იყო რომ თუ რაიმე შემეშალაო, გთხოვ შემისწორეო და ისე კარგად იყო გაცნობიერებული ქართული მევენახეობის რეგიონებში და ვაზის ჯიშებში და თითოეული ვაზის ჯიშიდან დამზადებული ღვინის სენსორულ მახასიათებლებს რომ განიხილავდა, სიმართლე გითხრათ გაკვირვებული უყურებდი, რომ ოჩახ ალბათ ამან მას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო, რომ ეს ყველაფერი კარგად აეთვისებინა. მოინდომა და ეს ძალიან დასაფასებელია და ძალიან ესე რომ ვთქვათ, როდესაც შენი ქვეყნის კულტურა, მეღვინეობის ტრადიცია, შენი ღვინოები ესე კარგად აქვს შესწავლილი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, ეს ჩვენც უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა. Plus IWS-ის კიდევ ეს მომენტი აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ London Wine Fair-ზე თვითონ ლონდონში წარმოიდგინეთ პავილიონები, ყველა ქვეყანას თავისი პავილიონი აქვს, საქართველოს ცალკეა წარდგენილი და ცალკე იყო ერთი დიდი პავილიონი IWS-ის საქართველოში გამარჯვებული ღვინოების. Რამდენად საამაყო იყო იქ და რა მაგარი იყო, როდესაც არც მე არ ვიცოდი და ესე თვალები გაფართოებული შევედი ამ პავილიონში და ყველა ბოთლის უკან ვხედავდი ამ ჩვენ ქართულ მეღვინეებს და ყველას რამხელა შრომა ქონდა ჩადებული და რამხელა ღვაწლი იყო იმაში, რომ იქამდე მიეღწია და იმათი მხრიდან ესეთი დაფასება და ესეთი ცალკე გამოყოფა კიდევ იმის დამსახურებაა, რომ ევროპის ქვეყნებში პირველი გასვლა იყო საქართველოში იყო ისიც ევროპის გარშემო თორე ესე მთლად ესე არ მოგზაურობს IWS-ი და ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსის აქეთ გადმოტანაში ყველას მინდა მადლობა გადაუხადო ქართული მხრიდან